გადავხედავთ ზოგადად გინდა ცხოვრების ელგამოსილებას, გინდა საქმიან გამოცდილებას, რომ ამბობთ დღეს რომ ხვალს ეგ და მასე ყველაფერი კარგად იქნება, მე მასე რომ მოვახოლმე და გადავხედავთ, რაღაცნაირად თითქოს მართლა ყველაფერი კარგად წავიდა. ნუ ყოველ შემთხვევაში უკეთესად ვიდრე იყო. უილად ხო არ ნერვიულობდი, ხო? ეგ განცდა. ხო, აი ეგ განცდა მაინც არის ხოლმე. ალბათ გამონაკლისი შემთხვევებიც არის, როცა ყველაფერი უარესობისკენ მიდის, მაგრამ მოდი იმედი ვიკონიათ, რომ ეს შემთხვევა არ არის. იცი რა არის, შენ ირჩევ, ეს ხო რწმენი საკითხია. მართლა ხო არავინ არ ვიცით რა იქნება. და როგორც ახლა ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელი ჭიქის ამბავი არის, ეს არის შენი არჩევანი როგორ დაინახო მომავალი. იმიტომ რომ მომავალში კარგიც და ცუდიც იქნება, ორივე იქნება. ხო, შენ აზე კონცენტრირდები, შესაძლებლობებზე კონცენტრირდები თუ რისკებზე და შიშებზე კონცენტრირდები. მაინც უფრო არჩევანის საკითხი არის, შენი გონება, შენი ცნობიერება რომელ არჩევანს აკეთებს. ორივე რეალობა არის და ორივე ტიპის აზროვნება აქვს თავისი გამოწვევა.